დღეს შევხედოთ მაჰატმა განდისთან. ამ თავშის იოგანანდა სტუმრობს მაჰატმას ვარდაში და მის გამოცდილებას იზიარებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემი გულახდილი სიმპათიები მაჰატმასადმი, იმიტომ რომ მან მისი ფილოსოფიის ცხოვრება მოახერხა, რაც ნამდვილად არ არის მარტივი, ის რომ ჩვენი იდეალები, ჩვენი მაღალი მორალი და უმაღლესი მე დავამიწოთ და დედამიწაზე შემოვიყვანოთ, ეს დიდ ბნებას და ცეცხლს მოითხოვს შინაგანს, რომ ეს აღასრულო თან იმ გარემოში, სადაც ომებია, ბრძოლებია, წინააღმდეგობები, მეფობს და მაჰატმას არაძალადობრივი მეთოდები ბევრმა სისტემამ მიიღო და ეს გამაოგნებელიც კი არა, როგორ ვიღაცები აღმოჩნდნენ, რომლებიც ეთანხმებიან ამ არაძალადობრივ შეთანხმებებს, მეგობრებს და სიყვარულს, სადღაც პოლიტიკაში წარმოიდგინეთ, ვიღაცებმა ეს ფილოსოფია მიიღეს და ძალიან სასიამოვნოა, ვიღაცებმა რა თქმა უნდა არ მიიღეს, ახლა ეგეც ხო არის, მით უმეტეს იმას თუ გავახსენებ, როგორ დასრულდა მაჰატმა განდის სიცოცხლე დედამიწაზე, ეთყობა ეგ სცენარი მის ველში ტრიალებდა და აღარ შეეწინააღმდეგა, თორემ მას ხო შეეძლო სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები ნივთიერ სამყაროზე ბატონობა მას შეეძლო. უბრალოდ სადღაც ასე გადაწყვიტა მისმა სულმა, სავარაუდოდ და თან ის ამბობს კიდეც, რომ იდეას თუ საჭიროა საკუთარი სიცხლით უნდა შესწირო, ამდენად სარგებლიანი უნდა იყო დედამიწისთვის და სამყაროსთვის.